საერთო ასტროლოგიური და როლოგიური ხედვა კვირის ენერგიებზე. მოგესალმებით ძვირფასებო. ახალ ენერგიებში ვართ. არ ვიყოფები ჩემს ალტართან, ჩემს მაგიდასთან, მაგრამ მაინც გადაწყვიტე გამეკეთებინა თქვენთვის დამატებითი რჩევები თქვენს პროგნოზებთან დაკავშირებით და დავიწყოთ ვერძით. რა გელოდებათ ამ კვირაში? შენი შინაგანი სიმტკიცე გამოცდის წინაშე დადგება, მინდა გითხრა, მოერიდე სწრაფ გადაწყვეტილებებს, მოერიდე კონფლიქტებს, მოერიდე ნეგატიურ ხალხს და აუცილებლად მოთმინება და რბილი მიდგომებით უკეთეს შედეგს მიაღწევი, რბილი მიდგომებით კონფლიქტურ საუბრებში, საკითხებში და ასე შემდეგ. ახლა ვნახოთ კურო. კურო 10,000. კი ბატონო 10,000. პოზიტიური ხართ კუროები, პოზიტიური ენერგია მოდის, მეგობრობა, ახალი ენერგიები, მეგობრობის სიყვარულის ძალიან ბევრი სანაცნობო წრე იზრდება, მხიარულება, წარმატება, ფინანსური და ასევე პირად საქმეებშიც. რა კარგი არკანები გაქვთ ჩემო კარგებო. შეგიძლია რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი განიხილო შენთვის, ძალიან მაგარი გამარჯვება გაქვთ და ძალიან კარგი შეხვედრები გაქვთ ძვირფასო. რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი უნდა განიხილო ამ ორი კვირის ვადაზე და ისეთ კარგი ენერგიებში იქნება პოზიტიური დადებითი პასუხები მოდის შენთან სამყაროსგან. იმედი მაქვს მოვასწრებ. ტყუპები. რა გელოდებათ ტყუპებო? მხიარული ატმოსფერო, ძალიან კარგი შეხვედრები, ფინანსური კრიზისები დამთავრდა მიჩვენებს, აქ რა ხდება? კარმოგაკვეთილებს გადიხართ, იცოცხლეთ, მაგრამ არა უშავს, თქვენ ძლიერები ხართ, ყველაფერს გადალახავთ. მეგობრთან შერიგებდა შეიძლება მოხდეს, შეიძლება სასიყვარულო შერიგებაც კი მოსალოდნელია, ხო? საერთო რაღაცა პროექტებია მოსალოდნელი, ახალი ენერგიებია მოსალოდნელი, არკან ძალაში ხართ ძვირფასები. რა თქმა უნდა ძალიან დიდ კრიზისებში ბრუნავთ, მაგრამ როგორც ჩანს, ამასაც ახერხებთ, გირჩხები, რო ენერგიებში ხართ. რაღაცა გაურკვევლობაში, ემოციური გაურკვევლობა, ემოციური ტალღები, ეცადეთ რა ინტუიციას მოусმინოთ. ინტუიცია აბსოლუტურად ყველაფერს გაპასუხობს, იმიტომ რომ ქურუმები ხართ, ძალიან ძლიერები ხართ, კიჩხლები. აქ გადაჭარბებული შიშია და შიში ხართ ტყვე, ასე რომ აუცილებლად განთავისუფლდეთ შიშებისაგან. აუცილებლად ლომები. ახალი საქმე, ახალი ხედვა, ახალი ნივთები, ახალი შოპინგები. დიდი გზა იხსნება მომავალში თქვენი გზა. რაღაცა სტოვებთ, ახალ შემიდიხართ. მომავალში დიდ გზას გადიხართ, საინტერესოს. კვირის ენერგიები წინსვლაზეა საუბარი და რაღაცა ახალი პოზიციები გაქვთ ცხოვრებაში ძვირფასებო, საინტერესო პოზიციები, ახალი გზები, ახალი საქმეები. შემდეგ ქალწული. შენი შრომის დაფასება მოხდება როგორც იქნა, საჭრომობთ მეგობრებო, ყურადღება დეტალებზე აუცილებლად სამუშაოში. პირად ურთიერთობებში აქ წმენდა არის საჭირო, ბევრზე დგას რაღაცა ნეგატივი, ამ ნეგატივისგან იხსნებით და მოდის თქვენი დაფასება, საერთოდ თქვენი დაფასება, კარიერა, ფინანსები, სასიყვარულო ამბები, ოჯახის წევრები და ასე შემდეგ. კარგი დრო, პრაქტიკული, კარგი მიზნებისათვის, რაღაცა გამონახული დრო, ახალი გზა, ახალი ენერგიები ძვირფასებო თქვენი არკანი. 9 პენტაკლი, რაღაცა ახალი გზები გაქვთ ფინანსებში, ძალიან კარგი.
ფინანსური სტაბილურობა პლუსია ყოველთვის ცხოვრებაში. სასწორი გადაწყვეტილებების წინაშე დადგებით. გადაწყვიტავთ ყველაფერს აბსოლუტურად. ზედმეტ ენერგიებს დაემშვიდობებით, შეიძლება იურიდიული და პირადი საკითხის მოგვარებაც. ეცადეთ სამართლიანად მოიქცეთ რა. ვინც ვერ გინარჩუნებს რაღაცნაირად გაუშვით მოლიპულ გზაზე წავიდეს და აღარ დაბრუნდეს, ხვდებით? ანუ ვინც არ გაფასებს, ვიღაცა გშორდებათ აქ. ნეგატიური მტერი ყავს, ან უკვე დაგშორდათ. მორიელი ვნახოთ. როგორი ძლიერი ხარ მორიელი, გარდაქმნის დრო გაქვს. რაღაცა ძველი უნდა დარჩეს წარსულში, რათა ახალი გზა გაიხსნას. სავსე ცვლილებებით, სავსე კარმული ცვლილებებით გამოცდებს აბარებთ ათიანებზე. საერთოდ მაგარ გულებს აგროვებთ, ძალიან კარგად ატარებთ გამოცდებს და ხართ ასევე საჯივით ხართ ხვდებით, ანუ რაღაც ვიღაცას ძალიან კარგად როგორც ჩანს დასჯით, ოღონდ თქვენ დასჯით. და არა თქვენ დასჯით, შემდეგი მშვიდოსანი. ძალიან მოულოდნელი ცვლილებებია აქ ვეფასებო. თქვენ სასარგებლოდ შემოტრიადება საქმე, რომელიც არ გამოდიოდა. ბედის შემოbrunება ჩანს თქვენზე საერთოდ გილოცავთ და თქვენ იცვლებით ენერგიებში. ანალოგიურად როგორც წინა გაშლაზე, აქ არის ვარიანტი გამარჯვება და ვინც ასე ვთქვათ, არ მაფასებს, ყველა კარგად იყოსო ამბობთ. ხის რქა განმარტოება გჭირდებათ ხის რქა, განმარტოება, ფიქრი გჭირდება, ემოცია საკუთარ თავზე გადაერთეთ, საკუთარი გზის ძიება შეიქმნებით ორი კვირის ვადაზე. სასარგებლო იქნება ეს თქვენთვის. რაღაცა სურვილი გაქვთ განმარტოების, როგორც ჩანს და აუცილებლად გჭირდებათ დასვენება. მერწყული, შთაგონებების კვირა. წარსული გახსენდება, წარსული როგორც ჩანს, არ შეიძლება ასე წარსულში და დატოვოთ ყველაფერი წარსულშია. შეიძლება ახდეს მცირე სურვილი ორი კვირის ვადაზე, რომელიც ჩანაფიქრებში გაქვთ, ან ძალიან კარგი შეხვედრები, აქაც ძალიან ბევრი შიშია. დიდი ხნის წინ ჩაიფიქრეთ რაღაცა, ამის ასრულება ჩანს უფრო მეგობრებო. და მოდით ნახოთ თევზები, ვერ ვასწრებთ და ამიტომ მინდა ჩავტივათ წიგნში. თევზები, ურთიერთობის გაძლიერება, სიყვარულის გაძლიერება, ახალი კავშირები შეიძლება გაჩნდეს, ბედი განწყობილია ძალიან კარგად შენს მიმართ ვიტყოდი, ჰარმონია გექნება ორი კვირის ვადაზე, კარგი ტრანსფორმაცია, ფინანსები გელოდება ვიღაცა რაღაცას გაძლევს. ჰარმონია, სასიყვარულო ამბები, სიყვარული, ემოციები, ფინანსური სტაბილურობა გელოდება ორი კვირის ვადაზე, ვიღაცა კარგად ფინანსურად გეხმარებათ და რა თქმა უნდა თქვენი სიძლიერე თქვენთან არის, ეს არის თქვენი ძლიერი ენერგიები, მთვარის ქვეშ დადიხართ, ბევრი შიშია, მაგრამ რა თქმა უნდა ამ ყველაფერსაც მოერევით ძვირფასება წარმატებები.